მოგრებით იმ გამოფენას, რომელიც 30 მაისს გაიმართება, ქართული ხელოვანების ეკლექტიკური გამოფენა იქნება და კონკრეტულად რა ფორმატის არის, რას ვიხილავთ და რა იქნება კიდევ საინტერესო ამ გამოფენის პარალელში ამ ყველაფერს სასაუბროთ ჩვენ რადიო იმედის სტუდიაში უშუალოდ ამ ღონისძიების ორგანიზატორს VPR ჯგუფის ხელმძღვანელს მალტის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს ალბათ ირინა ცერცვაძეს მასპინძლობ და ასევე ხელოვანი ქეთი კავილაძე არის ჩვენი სტუმარი გამარჯობა მოგესალმებით ხალბატონებო მადლობა სტუმრობისთვის ხალბატონი ირინა თქვენთან დიალოგით უნდა დავიწყოთ ჩვენი ეთერი პირველ რიგში აგვიხსენით გასაგებია რომ პირველი გამოფენა ეს არ არის, მაგრამ როგორც ვთქვი, გარკვეული სიახლეც არის და აგვიხსენით ფორმატი, მრავალფეროვნება და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ დოკუმენტურ ფილმებზე, რომლებიც კონკრეტულად ქართულ ხელოვანებს ეხება და ეხმიანება კიდევაც თქვენს საქმიანობას. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენ ბრძანეთ 30-31-ში გაიმართება ესეთი მრავალფეროვანი პროექტი ხელოვანებისთვის თბილისური პეიზაჟები. მინდა გითხრათ რომ ეს არ არის პირველი რა ჩვენი მხრიდან ორგანიზებული, ჩვენ ძალიან დიდი ხანია 10 წელზე მეტია ვაკეთებთ მსგავს პროექტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 100 მეტი საერთაშორისო პროექტი გვაქვს გაკეთებული და რაც შეეხება კონკრეტულ თბილისურ პეიზაჟებს, მიზანი ეს არის ქართველი ხელოვანების გაერთიანება ერთ სივრცეში, მათი შემოქმედების წარდგენა. ეს არის ულამაზესი სივრცე, ეს არის სასტუმრო მუზეუმის ლოკაცია და აქ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ფერმწერები, იქნება ხელნაკეთი ნივთები წარმოდგენილი, სხვადასხვა მიმართულება, იქნება ცოცხალი მუსიკალური პერფორმანსები და იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული პროექტი იყოს რაღაცა კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო რომ ჩვენმა ორგანიზაციამ VPR ჯგუფმა განახორციელა ესეთი პროექტი ცოცხალი არქივი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვანებზე დოკუმენტური ფილმების შექმნას, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების შექმნას ორ ენაზე და რა თქმა უნდა არის ოფიციალური საიტი ცოცხალი არქივი, სადაც შეუძლიათ რომ ყველა შეძლოს ნახოს აი ეს დოკუმენტური ფილმები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ორი ფილმი არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი. ეს გახლავთ თანამედროვე ქართული ქორეოგრაფია თეატრში კოტე ფურცელაძე და ანსამბლის სულიკა ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში. რა თქმა უნდა ეს ორენოვანია და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი რომ ძალიან ბევრმა ხელოვანმა მიიღო ამაში მონაწილეობა თავიანთი დამოკიდებულება გამოთქვას და 31-ში 3 საათზე ამ სივრცეში სასტუმრო მუზეუმის სივრცეში იქნება ფილმების წარდგენა და თვითონ ამ პროექტის ოფიციალური გახსნა იქნება 30-ში ხვალ 3 საათზე. რა თქმა უნდა დასწრება თავისუფალია, ყველა შეუძლია მოვიდეს და აესწროს ამ ყველაფერს და მე მინდა თქვენი თვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელმაც რა თქმა უნდა ყოველთვის მხარდაჭერას გამოხატავს პროექტების მიმართ. გასაგებია. ვისაუბრებთ კიდევაც ამ მრავალფეროვნებაზე რა იქნება წარმოდგენილი, თუმცა დასაწყისშივე მინდა ვუთხრა რადიო მსმენელს ვიზუალურად გამოდის რომ გამოფენის მცირე, მაგრამ საინტერესო ნაწილი ჩვენთან არის სტუდიაში უკვე გამოფენილი, ასე ვთქვათ და თბილისური პეიზაჟები ამ სახელწოდების ერთგვარი გამოხმაურება არის ალბათ ცალსახად ეს მშვენიერი თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელი კიბე და ეს ნამუშევრები ეკუთვნის ქეთი კავილაძეს. ხალბატონ ქეთი, თქვენ ასევე ბრძანდებით გამოფენის მონაწილე და პირველად არა. გითხარით აი ამ გამოცდილებით, რაც აქამდე გაგაჩნიათ და აი ხვალისთვის დაგეგმილი გამოფენით რა შესაძლებლობა გეძლევა თქვენ როგორც ხელოვანს და რა საშუალებას გაძლევთ მსგავსი აქტივობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, უკვე რამდენიმე წელია ყოველთვის განსაკუთრებულად მემზადები გამოფენისთვის, რომელსაც ირინა ანონსებს, ორგანიზებას უკეთებს, იმიტომ რომ ყველა გამოფენა არის აბსოლუტურად გამორჩეული, განსხვავებული. ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისი, რომ ჩვენი ნამუშევრები გავაცნოთ მნახველებს, დამთვალიერებლებს. გარდა ამისა, ამას მოყვება პერსპექტივა იმის, რომ გავიტანოთ ჩვენი ნამუშევრები საზღვარგარეთ და გავიტანოთ ძალიან ისეთი რესპექტაბელური ფორმით. შარშა ვიყავით მაგალითად მალტაზე, დიზაინ ექსპო იყო, რა ვიცი, მთელი მსოფლიოდან იყვნენ წამყვანი დიზაინერები ჩამოსული, ძალიან კარგი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი და იქ მივიღე მონაწილეობა
VPR ჯგუფის ეგიდით ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს გალბატონი ირინა. და ძალიან გამეხარდა, რომ ძალიან ბევრმა გაიცნო ქართული ესე ვთქვათ, ეს ხმამაღალი გამომდის, მაგრამ თანამედროვე ხელოვნება, გულისხმობ ვიტრაჟს, იქ მქონდა წარმოდგენილი ვიტრაჟი, ესე პატარა გავაკეთე სპეციალურად და ძალიან მოეწონათ ის, რომ ეხაც აქტუალურია და თანამედროვეობაში ძალიან კარგად არის ეს ვიტრაჟი. თბილისური პეიზაჟებისთვის და ჩვენი არქიტექტურისთვის ვიტრაჟები უცხო არ იყო მე. რა თქმა უნდა, მაგიტომაც საუკუნის დასაწყისი 19 საუკუნის მიწურული და შემორჩენილი გვაქვს მცირე, მაგრამ ეს ისტორიული, თუმცა ის რომ ტექნოლოგია არსებობს და თანამედროვე რეალობაში ხო ხელოვნების სხვა საფეხურზე ადის ეს ყველაფერი, ამას სხვა მნიშვნელობა და ღირებულება გააჩნია ცალსახად, ხო? შემიძლია დავამატო, როდესაც დიზაინ ექსპოზიციის საუბრა ქეთი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მალტაზე, სადაც მთელი მსოფლიო ჩამოდის, ეს უშუალოდ მალტის ღონისძიება, რომელიც ვალეტაში იმართება, არის სხვადასხვა ლოკაცია, სხვადასხვა მიმართულებით და იქ ხდება შერჩევითობის პრინციპით და გარდა იმისა, რომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ გამოფენებს პირადად, მე ვაკეთებ ხელოვანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ბრენდის პლატფორმას, ეს არის თავიდან ბოლომდე პორტფელიოს გვნი ხელოვანებისთვის, რა თქმა უნდა, ორ ენაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომ შეძლონ შემდგომ აი ამ ფორმატით წარდგენა უკვე ნებისმიერ ექსპოზე და როდესაც დავიწყე ამ ყველაფრის გაკეთება, სწორედ ქეთი იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა სრული, რომ გაეკეთებინა ეს ბრენდის პლატფორმა, იმიტომ რომ ამ ექსპოზე ითხოვენ კონკრეტულად პლატფორმას, რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქეთის ნამუშევრები გადავაგზავნეთ, მე მალტაზე მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორი მაკალაშხი, რომელთან ერთად ვაკეთებთ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს და როცა გადავაგზავნე, ნუ აი პირდაპირ იქიდან იყო ყველა ნამუშევარი უნდოდა 30 ნამუშევარი იყო გადაგზავნილი და ბოლოს შეირჩა ვიტრაჟები, მაგრამ იმდენად დიდი ფორმატი იყო, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო აი ამ დიდი ვიტრაჟების ტრანსპორტირება და მე ქეთიმ სპეციალურად ზუსტად ისეთი, ოღონდ ცოტა მოცულობითი ფორმატი გააკეთა, რომ უნდოდა ეს კონკრეტული ვიტრაჟი უნდოდა რომ ყოფილიყო, იმდენად წარმატება მოყვა აი ამ ყველაფერს და აი ახლაც მინდა გითხრათ, რომ აი სექტემბერში იმართება დიზაინ ექსპო 4 ხელოვანზე არის გაგზავნილი ეს ინფორმაცია და ჩვენთვისაც ძალიან კარგია და რა თქმა უნდა საპასუხისმგებლოა ის, რომ გარდა იმისა, რომ ქართული ხელოვანების შემოქმედების წარდგენა, იქ არის ერთგვარი კომუნიკაცია, გზა აქვს ხსნილი და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ მალტის ქართული კულტურის ცენტრი არის ექსკლუზივი წარმომადგენელი ამასთან დაკავშირებით, რომ ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება, უბრალოდ იქ არის ძალიან ისეთი კრიტერიუმები, შერჩევითობის პრინციპი, რომ უნდოდეთ კონკრეტული ხელოვანი, იმიტომ რომ იქ არის მე მასტერკლასები, შეხვედრები, ძალიან გამოცდილების გაზიარება, რაც ფიქრობ, რაც არის ერთგვარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი რამ შემდგომ ეტაპზე და ასევე მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ წლებია დაახლოებით უკვე 12 წელზე მეტია ვაკეთებთ ასეთი ფორმატის თბილისში ვაკეთებ ორ ძალიან დიდ ეს არის ხელოვნების მეჯლისი და თბილისური პეიზაჟები ქართული ხელოვანებისთვის გადავწყვიტეთ რომ აი რა გაგვეკეთებინა რომ კიდევ უფრო მეტად შესაძლებლობა ქონოდა ქართულ ხელოვანებს თავის შემოქმედება კიდევ უფრო ფართო წარმოაჩინონ და მინდა გითხრათ ესეთი ინფორმაცია რომ დაახლოებით 2-3 თვეა დაფუძნდა სახელოვნებო სივრცე ეს არის ევროარტი რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ქართულ ხელოვანს რომ ჩატარდეს მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის მოზარდებისთვისაც რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი ვისაც უნდა რომ თქვათ შეისწავლოს თქვათ სხვადასხვა მიმართულებით ესა თუ ის მიმართულებით და ძალიან მახარებს ეს ფაქტი რომ სწორედ ქეთით უკვე ივნისის შუა რიცხვებში გვექნება მასტერკლასი აი ამ მიმართულებით ევროარტში და რა თქმა უნდა ყველას აქვს შესაძლებლობა უბრალოდ რა თქმა უნდა შეზღუდულია რაოდენობა იქიდან გამომდინარე რომ ფორმატიდან გამომდინარე რთულია აი ამ ვიტრაჟის სწავლება. გასაგებია. გალბატონი ჩვენ ქვეყანაში ხელოვნება და ხელოვანები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა პირობითად ახლა თქვენ ბრენდირების საკითხს შეეხეთ და რო გავიხსენოთ იგივე შემდეგ უკვე
მისი შესაძლებლობების აღმოჩენა მოხდა მოგვიანებით და მასშტაბების შემჩნევა საზოგადოების მხრიდან პირობითად ვამბობ, თქვათ ნიკო ფიროსმანზე, ხო? რომელიც გენიალური მხატვარი იყო, მაგრამ მის შესახებ ვიცოდით ლოკალურ დონეზე. და ესეც იმ ფორმატში ალბათ, როგორც ჩანს, შინაურგდელ შენდობა არ აქვს, თვალი მივაჩვიეთ და ეს ნორმა გონია. ხო და შემდეგ უკვე ძმების დანევიჩები, საფრანგეთი, პიკასო და აი ამ ყველაფერმა შექმნა მისი სახე, ხო? არანაირი ბრენდირება, მარკეტინგი, არაფერზე არ უმუშავია, ხო, ამ მოცემულობით და გასაგებია, გავიდა, ნუ ალბათ დიდი მასშტაბის ხელოვნება, ადრე თუ გვიან, მიძინებული თუ სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ, ნუ მხატვრებთან კლასიკა არის ხოლმე, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან თავის ეს გაარღვევს და ყველას დაანახებს თავის მეგა შესაძლებლობას, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვარ, როდესაც ონლაინი და ინტერნეტ საშუალება საერთოდ ყველა ბარიერს საზღვარს არღვევს და მიუხედავად ამისა, მაინც როგორც ჩანს ლოკალურ დონეს რო გაცდეს ხელოვანი, მაინც ერთგვარი პრობლემა, იმიტომ რომ გასაგებია რომ მარკეტინგია, პიარი, ეს ყველაფერი სხვადასხვა ელემენტია და ცალკე განზომილებაა ხელოვანი, რომელიც რაღაცა ხელოვნების ნიმუში შექმნაზეა ფოკუსირებული, მისთვის ყველასთვის ადვილი არ არის, რომ პარალელურად მარკეტინგშიც კარგად იყოს გაწაფული, ხო? კითხვა მიმყავს, საი თქვენ ახლა ახსენეთ მალტის ექსპო გასაგებია, რომ მას თავისი ისტორია, ღირებულება, მნიშვნელობა გააჩნია. როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის ის, რომ თქვათ მალტაზე ქართული კულტურის ცენტრი დააფუძნეთ და ეს ერთგვარი საშუალება, რომ ლოკალური სივრციდან კიდევ დამატებითი საშუალებაა, რომ გავიდნენ და მსოფლიო ასპარეზზე აღმოჩნდეს ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, მაგრამ ორ კითხვას გავაერთიანებ. ერთი როგორ ვრცელდება ეს კულტურა, როგორ თქვა, ჭყალებში თვით გაყიდვის სწორი კულტურა, საკუთარი თავის წარდგენის, რომელსაც მე მგონი ახლა ძალიან ბევრი მიმართულებაში ვსწავლობთ კიდევაც. და მეორეს მხრივ, აი, როდესაც გავედით, ნუ ამაზე ნაწილობრივი პასუხიც მოვისმინეთ, რომ ამ ვიტრაჟებმა ფურორი მოახდინა და როდესაც ამ ფორმალობებს გავდივართ და აღმოჩნდებით ხოლმე მსოფლიო ბაზარზე, რამდენად ვახერხებთ ჩვენი შემოქმედებით კონკურენტუნარიანობას? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა, უღრმესი მადლობა. პირველ გაყიდვებთან დაკავშირებით, ანუ წარდგენასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ მე როგორც პიარის სპეციალისტი, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვასთან დაკავშირებით ხელოვანებს, თქვა საკუთარი თავი რო წარმოაჩინო და გააცნო, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, ბევრი გამოფენა, ძალიან ბევრი ღონისძიება, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლა არის აბსოლუტურად საერთაშორისო ისეთი, თქვა ონლაინ სივრცე, რომ ყველა შეუძლია საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაგრამ თავარია როგორ შეფუთავ ამ ყველაფერს, როგორი იმიჯით იქნები წარმოდგენილი და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს ბრენდის პლატფორმები ხელოვანებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად აძლევს საშუალებას. აქ არის თავიდან ბოლომდე ხელოვანის პოზიციონირება. უცხოეთში ყველაზე მთავარი არის ემოცია. და აი ამ ემოცია, როგორი ფორმით არის, როგორ შეიძლება რომ პოზიციონერდებდეს ხელოვანი, თქვა საზოგადოების მეხსიერებაში, როგორია მისი ღირებულებები. აი ეს მიმართულებებია ყოველთვის საინტერესო, თქვა მათთვის და აი აქედან გამომდინარე, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ აი ყველაზე მთავარი აი ახლა თქვათ აი ამ გლობალურ სივრცეში ყველაზე მთავარი არის ემოცია და ეს ემოცია როგორ უნდა შეფუთოს ხელოვანმა და როგორ უნდა წარადგინოს, ეს უნდა იყოს თავმოყრილი თავის პორტფელიოში. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივი საქმე არ არის. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე მივხვდით, რომ ეს არის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არ იყო, რომ თქვათ უცბად მოდი ეს გავაკეთოთ, არა, იმიტომ რომ გამოცდილებამ გვაჩვენეს და ჩვენ გვაქვს გამოფენები გაკეთებული შვეიცარიაში, შვედეთში, საბერძნეთში, ნუ მალტაზე ბუნებრივია თავისთავად და ყოველთვის აი ამ პრობლემას ვაწყდები. ეს არ არიან მარტო თქვათ, რა შეიძლება იყოს სახიობები, სხვადასხვა ფორმა, იმიტომ რომ ყველასთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ მიმართულებით ხელი შეგვეწყო ქართველი ხელოვანებისთვის. ამ შემთხვევაში მარტივი სოციალური ქსელი არ გიშველის არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთვის თავარი არის კიდევ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგად და არა, მათ აინტერესებს შენი ემოცია და აი ამ ემოცია არის ზუსტად როგორ შეგიძლია ბრენდის პლატფორმაში შეფუთო.
და ღირებულებები, როგორია შენი ემოციური ღირებულება, შენი მორალური ღირებულება, შენი საქმისადმი. და აი აქედან გამომდინარე მე თითოეული ნამუშევარი უკვე სხვანაირი კუთხით ხდება მათთვის წარმოსაჩენი. და რაც შეეხება, ვთქვათ, აი მეორე შემთხვევას, ხო, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო კეთი, აი მაგალითად შვედეთში, როდესაც ქონდა გამოფენა, იქაც ქართულ კულტურის ცენტრთან გვაქვს ურთიერთობა და ძალიან მახარებს, რომ ბევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ ხოლმე საქართველოში და მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ. ნუ ქართულ ქალბატონი თამარი იყო, თამარ ბახტაძე არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ქმნის ქართულ ყაბალახს. კი ბატონო. ანუ ისეთი ემოცია გამოიწვია ქართულმა ყაბალახმა. ის არ იყო მხოლოდ, ვთქვათ, იქ ცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ეს ქართული ყაბალახი თავისი თავისი ორნამენტები, თავისი მრავალფეროვნებით აბსოლუტურად იყო, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად იღებენ, იციან. აი, მაგალითად, ჩვენ მქონდა ერთი გამოფენა მალტაზე და საქართველოს ქართული კულტურის დღეები და ჩვენთვის ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემა თუ უკვე ქართული კულტურის მიმართ, რომ მალტის მერიის თავზე აღმართეს ქართული დროშა. ნუ ეს იყო ისეთი ემოცია, ისეთი რომ ფაქტობრივად, ნუ აი რაღაცა ეს პატივისცემის გამოხატულება ქართული კულტურის მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად მიაწოდო ინფორმაცია. აი სწორად წარმართო შენი საკუთარი სწორი პოზიციონირება. თავარი არის მათთვის ემოცია. აი თითოეული ნამუშევარი უნდა გამოხატავდეს ემოციას და სწორედ აი ეს პლატფორმები უწყობს ხელს იმას, რომ ეს ემოცია სწორად იქნას წაკითხული. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტებით არის ის, რომ მე ვთქვათ დავამთავრე ეს, ანუ ეს არა, იმათთვის თავარია შენი ღირებულებები, შენი შინაგანი სამყარო. და ეს არის მარტივი საქმე, რომ ეს დიდი ემოცია, რომელიც ბევრი ხელოვანისთვის ერთ და ორ ნამუშევარში არც ეტევა. ეს ყველაფერი შეწარმოაჩინო, კი. აი ამიტომ არის მე როგორც პიარის და ბრენდის სპეციალისტი, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მახარებს, რომ სწორედ თეატრალურ უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაშიც ამ მიმართულებით ვცდილობ, რომ აი სტუდენტებს, ახალგაზრდებს გავაცნო აი ეს მიმართულება. კი ბატონო. ქალბატონი, ახლა ჩვენ ეს კლასიკური რაც არის სასცენო ხელოვნებისთვის პიესის დასაწყისში თუ სცენაზე თობიკი იდეის აუცილებლად უნდა გავარდესო. ამ ნამუშევრებზეც უნდა გითხრათ, აუცილებლად ქალბატონო კეთი შორიდან ვიზუალურად ვინც უყურებს შეიძლება ჩათვლოს, რომ მინანქარია, მაგრამ ასე არ არის და საერთოდ რა ტექნიკა და რას გვეუბნებით? ეს არის ფუზინგის ტექნიკა, რომელსაც სწავლობ აკადემიაში, სამხატვრო აკადემიაში, ქალბატონი თამარ გრიგოლიას ხელმძღვანელობით. არ არის ძალიან გავრცელებული ეს ტექნიკა, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ტექნიკურად შესასრულებლად რა. ჭირდება სპეციფიკური ღუმელი, სპეციფიკური მინა, იქ შიგნით მოკლედ რამდენიმე დღე ჭირდება თითოეული ნაკეთობის გაკეთებას. მაგრამ ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. აი გთხოვთ, რომ ის ნამუშევარი აი ეს არ არის ფუზინგის ეს არ არის ფუზინგის ტექნიკა, ეს არის ცივად მოხატული ვიტრაჟი, ფერწერული ვიტრაჟი, ესეც. შეიძლება ესეც რამდენიმე დანიშნულებით შეიძლება გამოიყენო. შეიძლება გაკეთდეს სანათები, გამიკეთებია კარების, შიდა კარების შუშა, უღონთ ახლა გარეთ კარებზე ცოტა საშიშია, მაშინ შიგნითა მხრიდან უნდა იყოს ეს ნახატი თვითონ მოქცეული, თორე ისე ძალიან ლამაზია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა განათებაზე იცვლის ფერს და რაღაც მოწყენის საშუალებას არ გაძლევს ვიტრაჟი, როცა არის სახში. კი, მით უმეტეს ელექტროგანათება იქნება თუ მზისხივი იქნება, მზისხივები აბსოლუტურად ათამაშდება და ახმადობას. აი რაღაცა დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის სხვადასხვანაირი და ცოცხალია. ალბათ ერთ თქვენ ბრძანეთ, რომ ახლა სწავლობთ. ეთერში სანამ შემოვიდოდით, მანამდე გაირკვა, რომ საერთოდ მათემატიკოსი ხარ და როგორ აღმოჩნდით ამ კარგ დაუბრუნებაში? როგორ აღმოჩნდი და დავიწყე ხატვა შვილიშვილთან ერთად, 1-7 წლის წინ. მაშინ 5 წლის იყო, ნუცი, ხა დიდი გოგოა უკვე და ძალიან მომეწონა. ნუ რაღაცა არ ვიყავი არანაირი შეხება არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა ჩემი ინტერესი აი ამ მინაზე მუშაობით რა, მოკლედ რაღაცა სხვა საღებავებით ვხატავდი. და მე დავიწყე სიარული აკადემიაში კურსებზე, რომ გამევლო ეს რაღაცა უწყვეტი განათლების ფარგლებში ეს ვიტრაჟის კურსი.
აი სწორედ იქ გავიცანი ქალბატონი თამარ გრიგოლია, რომელმაც მირჩია და დაჟინებით მირჩია, რომ მაგისტრატურაში გამეგრძელებინა სწავლა. იმიტომ რომ მითხრა რომ შევძლებდი და აი ნუ მართლაც რა ვიცი ხა რაღაცა ისე იმ ხელა პროექტზე ვმუშაობთ. წელს ვამთავრებთ უკვე გავიდა ეს 2 წელი და ძალიან მადლობელი ვარ აი ამ შესაძლებლობის როგორც აი ქალბატონი ირინა საუბრიდან მე გავიგე როგორც ვთქვი თქვენი შემოქმედების განვითარებაშიც იმოქმედა ხო? რა თქმა უნდა ძალიან დიდი ამ ინიციატივით არსებულმა გამოფენებმა ასე რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხვანაირად ეს რაღაცა ეხა რომ თქვენი გზნობდით თვითრწმენას რა თუ გამოფენაზე მე ძალიან დაინტერესებულია დაინტერესება როცა ვხედავ დაინტერესებას აი ამ ნამუშევრებით ბევრს მოუნდა სწავლა მე ძალიან ესეთი რა ვიცი ახლა უკვე აკეთებს კარგი ემოციები გამოიწვია მოკლედ მნახველებში ძალიან თემას მინდა დავუბრუნდე მაგრამ მასტერკლასის საკითხიც ამოვწურო თქვენ ბრძანეთ რომ ევროარტი ამ სახელწოდებით სახელოსნო გექნებათ სწორად აღვიქვი რომ ეს იქნება ტრანსფორმირებადი სივრცე რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სპეციალობის წარმოადგენლებს ხელოვნების სპეციალობა ისეთი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლებს მიეცემათ საშუალება სახელოვნების სივრცე ევროარტი რომ მოვიდნენ მასტერკლასი ჩაატარო. აბსოლუტურად მარტო მასტერკლასებიც არის ანუ თეორიულიც და პრაქტიკულიც რო იყოს. პრაქტიკული და იქიდან გამომდინარე რომ არის ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან ბევრი დაგვიკავშირდა არის რა თქმა უნდა მოზარდებისთვისაც შეუძლიათ რომ ნებისმიერი მიმართულების თქვათ ასე იმიტომ რომ ჩვენ ყავს პროფესიონალი ადამიანები რომლებიც ამ სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობენ და რომელთაც შეუძლიათ იქ არიან თქვათ მეთოჯინე ყავს ქალბატონი მარინა კაჭკაჭაშვილი არაჩვეულებრივად ასწავლებს ქალბატონი ნინა მგალაური თექასთან მუშაობას ფერწერას დინო ბაჯელიძე თქვათ ვიტრაჟ ქეთი და ასე შემდეგ ყველა ხელოვანს აქვს შესაძლებლობა ჩვენი კარი აბსოლუტურად ღია კერამიკა თიხა და სხვადასხვა მიმართულებით გვექნება არა მარტო მასტერ და რაც ყველაზე მთავარია უზრუნველყოფთ ამ ყველაფრის სწავლებას გაკეთებას გამოფენების გაკეთებას და შემდგომ გატანას სხვადასხვა პორტფოლიო შექმნასაც. იქ არაჩვეულებრივი სივრცეა გამოფენებისთვის აი ამ სახელოსნოში კონკრეტულად და ძალიან საინტერესო გამოფენების დაგეგმვა შეიძლება და სრულად წარდგენა. დაინტერესებს ახლა ვისაც თვალში მოხდება რომ იცოდეს თუ ასე წინასწარ ზუსტით არის. არა, დაახლოებით აი 15-16-ისთვის. 15-16 ივნისში. თქვენ ბრძანეთ რომ ამ გამოფენაზე მინიმუმ მრავალფეროვნებისთვის წარმოდგენილი იქნება 2 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც კონკრეტულად ხელოვანების თემატიკ ციკლი გაქვთ როგორც მე ვთქვი ხო? ესეც ასე ვთქვათ იმ პორტფოლიოსა და თვითწარდგენის ფორმატში გადაწყვეტეთ რომ შეგექმნათ ხელოვანებზე გარკვეული დოკუმენტური ფილმები რომ დამატებითი მასალა ყოფილიყო მათზე. გადავწყვეტეთ რომ გავეკეთებინა პორტფელი. ქალბატონი ირინა შეგაწყვეტეთ აქვე ეს იდეა იყო უბრალოდ რომ იყოს მათი პალიტრა ვიდეო პორტრეტებისა თუ რაღაცა კონკრეტული მიზნით გაქვთ თქვა ფესტივალზე წარსადგენად და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ რომ და სურვილი იყო რომ გავეკეთებინა ეს ბრენდის პლატფორმები, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გასდა მე ამ ყველაფერს. მე ყავს არაჩვეულებრივი გუნდი ამასთან დაკავშირებით რომ აი ამ ხშირმა ურთიერთობებმა კომუნიკაციამ შეკრა ისეთი გუნდი რომელთაც აქვს შესაძლებლობა რომ ძალიან კარგი ხარისხიანი პროდუქტი შექმნან. აქედან გამომდინარე, აი ყოველთვის ახლა ჩვენ ძალიან ბევრ სახელმწიფო გრანტებსაც ვაკეთებთ და არის მაგალითად ერთ-ერთი ქართული კინოკადრი კუნძულ მალტაზე. ჩვენ თანაშრომლობთ საქართველოს კინოაკადემიასთან, ანუ ბევრი მრავალფეროვანი ფორმატით ხდება ეს ყველაფერი და არის არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ანა ნოდია, რომთანაც ძალიან ხშირად გვაქვს ურთიერთობა და გადავწყვეტეთ, მოდი გავაკეთოთ უფრო ფართო მასშტაბით, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც მინდა რომ რაღაცა ქართული კულტურა წარმატგინო გვინდა ჩვენ გუნდს და გვინდა რომ წარმატ ყოველთვის არის რომ იყოს რაღაცა უფრო ფართო მასშტაბით. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ყოფილიყო დოკუმენტური ფილმების რაღაც ესეთი სერია. ეს არის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შემოქმედებით საქართველოს რომელიც გვერდზე დაგვიდგა რომ ეს თქვათ პროექტი გაგვეხორციელებინა და გვინდოდა პირველი აი ეს ჩვენი მცდელობა ამ დოკუმენტური ფილმების ყოფილიყო აბსოლუტურად განსხვავებული და პირველი იმიტომ რომ ხა ბატონი კოტე ფურცელაძე რომელმაც შექმნა
შექმნა ეპოქა აი ამასთან დაკავშირებთ, რასაც ქვია ქართული ქორეოგრაფია, გადავწყვიტეთ, რომ აი ამ მიმართულებით ყოფილიყო და ბატონი კოტე ყოფილიყო წარმოჩენილი და ნუ მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდ არის ეს ყველაფერი. და ეს ფოლკლორთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ანსამბლი სულიკო, რომელიც საოცარ პროექტებს დებს და ნუ ეხლა ძენად საინტერესოა ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში, ხო? და თქვენ როგორც ბრძანეთ ფესტივალებზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად საჯარო. აი ეს ფილმები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეს არის ორენოვანია, ქართული და ინგლისური, რომ თვითონ ყველას ვინც კი დაინტერესდება, შეიძლება იყოს როგორც არქივო მასალა, საკვლევ თემასთან დაკავშირებით და ყველასთვისაც და საიტი შევქმნით, სადაც აბსოლუტურად ჩვენს მიერ შექმნილი ბრენდის პლატფორმები, ეს დოკუმენტური ფილმები, ყველაფერი არის განთავსებული და ჩვენი მთავარი პოზიციონირება არის, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს იყოს საჯაროობა და იყოს აი ეს ხაზი ჩვენთან პროფესიონალიზმი ფასობს. და სწორედ აი ეს ხელოვან და აი ხა გვინდა რა თქმა უნდა კიდევ უფრო აი ეს ცოცხალი არქივი კიდევ უფრო მეტ ფართოდ იქნას წარმოჩენილი, იმიტომ რომ უკვე გახდა მოთხოვნა, რომ აი მაგალითად აი ახლა კინოფესტივალზე უკვე მალტაზე უკვე ეს ფილმები იქნება წარმოდგენილი და ვარ ძალიან ესეთი რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისგებლობაა. ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, როდესაც აი ესეთ მრავალფეროვანი ფორმატით ქართულ ხელოვანთან გაქვს შეხება და თან ცდილობ ქართული კულტურა გაიტანო. ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, მაგრამ ეს არის ისეთი დიდი мотиваცია, ეს არის ისეთი დიდი სიამაყის განცდა. ეს გამოცდილება, რომელიც ზურგს და რა თქმა უნდა, ეს არის უკვე გამოსდა 25 წლიანი გამოცდილება უკვე ამ პიარის მიმართულებით და უკვე გვაძლევს იმ მიმართულებას, რომ შევფუთოთ, რა თქმა უნდა, ისე ღირსეულად, რაც ეკადრება ქართულ კულტურას და ქართულ ხელოვანებს. წარმატებას გისურვებთ ამ რთულ გზაზე და საპასუხისმგებლოზე. მადლობა სტუმრობისთვის. რადიოსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ პროექტის ფარგლებში თბილისური პეიზაჟები მორიგი გამოფენა გაიმართება ხვალ. დიახ. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, როგორც ვთქვი, თუნდაც თქვენი ნამუშევრები და ხო, რომელსაც წარმოადგენთ და როგორც აღვიქვა, იქნება სრული ეკლექტიკა, აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულების წარმოადგენლები იქნებიან ხელოვნებისა. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. უხმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.